ეს აქტი, რომელზეც საუბრობთ, ანუ არაღიარების აქტი, ქართული კოშმარის. ეს არის, ასე ვთქვათ, ანუ არაფინანსური, არამედ სხვანაირი, ანუ ირიბი სანქციები, რომელიც რაში გამოიხატება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც პოლიტიკოსებმა, არც თანამდებობის პირებმა, არც სხვა ადამიანებმა, ანუ მათთვის ივანიშვილის რეჟიმის არა მარტო მაღალჩინოსნები, ასევე დაბალჩინოსნები გახდნენ კეთროვანი. ანუ ეს და თან ამას განგრძობითი ხასიათი ექნება და გადამდები ხასიათი ექნება. შესაბამისად, თუ კი ეს აქტი იქცევა კანონად და მე დაწუნებული ვარ, რომ ასე იქნება, ეს იქნება ერთგვარად მეგობარი აქტის გაგრძელება, ანუ მეორე მხარე, რომელიც მოაწესრიგებს უკვე პოლიტიკურ არაღიარებას. თუ მეგობარი აქტით დასანქცირდებიან, მათ შორის ფინანსური სანქციებით თუ სავიზო სანქციებით, ხო? ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები ძირითადად ეს აქტი მათ არაღიარებას, პოლიტიკურ არაღიარებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს მძიმე დარტყმა იქნება ცალკე აღებული, ბუნებრივია, არც მეგობარი აქტი, არც მეგობარი აქტის შედეგად მიღებული სანქციები და გნებავთ არაღიარება, ცალკე აღებული ივანიშვილს ვერ დაამარცხებს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ როგორც წეღან თქვი, ანუ ამ ალყას ორი მხარე აქვს. კი. თუ ანუ არაღიარება პირველ რიგში არ მოხდა ქართული საზოგადოების მხრიდან, რასაც ვხედავთ და გარე არაღიარება, შიდა არაღიარების შედეგია. ხო, იმ 42 დღის შედეგია, რომელიც გავატარეთ რუსთაველზე, იმ უკომპრომისობის შედეგია, რომელიც ვაჩვენეთ აი ამ ხნის განმავლობაში და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ანუ ბევრი მიღწევა, ანუ დიდი დრო მართლა არ გასულა და რეალურად ამოცანები, რომლებიც იდგა 40 დღის წინ, რა თქმა უნდა, რეჟიმი ჯერ არ ჩამოშლილა, ახალ არჩევნებამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ ის, რომ ქართულ ოცნებას ფაქტობრივად დემოკრატიული სამყარო საერთოდ არ აღიარებს, ეს უკვე ფაქტია, მეტიც უკვე საკანონმდებლო დონეზე შეერთებულ შტატებში მზადდება აი ამის, ასე ვთქვათ, საფუძველი, ხო, ეს ასეა. ივანიშვილი დასანქცირებულია, არ დაგვავიწყდეს უმძიმესი ფინანსური სანქციებით და რისთვის? რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქართული დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძილის გამოთხრისთვის. ეს ხო ისეთი, ანუ ის მოდი ასე ვთქვათ, ის მკვდარია როგორც ბიზნესმენი და მკვდარია როგორც პოლიტიკოსი. ანუ ამის იქით, კი, რა თქმა უნდა, იმან შეიძლება რაღაცა პერიოდი გაძლოს, რაღაცა პერიოდი შეინარჩუნოს უხეშ ძალაზე დამყარებული ძალაუფლება, მაგრამ მისი როგორც პოლიტიკოსის და ბიზნესმენის ჭყალებში კარიერა არის დასრულებული. შესაბამისად, ეხლა ეს ყველაფერი უნდა მივიყვანოთ რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე და ჩემი დიდი სურვილიც არის, რომ ეს არ იყოს რაღაც სირიის სცენარი. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, ივანიშვილმაც უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ მისი სივრცე დროითი თვალსაზრისით შეზღუდულია. ანუ ის მუდმივად ვერ წავა ახალ არჩევნებზე. დღეს არის საშუალება ახალი არჩევნების, რომელიც მასაც მისცემს საშუალებას, რომ მისი პოლიტიკური თუ რაღაცა უსაფრთხოებითი პერსპექტივები გადატვირთოს. მაგრამ თუ ამ შესაძლებლობის ფანჯარა მან ხელიდან გაუშვა და გაცდა და სხვათა შორის ეს, ასე ვთქვათ, ბორბალი სანქციების იქნება გარე თუ შიდა, ძალიან სწრაფი ტემპით მოძრაობს უკვე. შემდეგ კი მისი ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იქნება. მართლა ესე იქნება. ხომ სანამ ეხლა აქ ეს სივრცე ჯობია რომ გამოიყენოს. მე იმედი მაქვს რომ გაქცევას მოასწრებს.